დრომდე უმძიმესი ვითარება აჭარასა და გურიაში სულ რამდენიმე წუთის წინ ქობულეთის მერის პრესამსახურმა ოფიციალურად დაგვიდასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სოფელ ხუთსუბანში გარდაიცვალა ნახეს გაყინული შუახნის მამაკაცი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. რეგიონი თუ ეს არის ოფიციალურად დადასტურებული მერის პრესამსახურის მიერ, თუმცა მერი ლევან ზოიძე უკვე რამდენიმე დღეა კავშირზე არ გამოდის, არ პასუხობს ჩვენ სატელეფონო ზარებს, მიუხედავად იმისა, რომ მინდა გითხრათ, რომ ქობულეთის სოფლებში გზები არ არსებობს პრაქტიკულად, გაუწმენდავია ცენტრალური გზებიც 4 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდება ვერავინ მერის წარმომადგენლებს, ჩვენ ათეულობით შეტყობინება შემოგდის. გურიის მსგავსად იქაც არის უშუქობა, უგაზობა, ადამიანები დარჩენილები არიან შიშველი ხელებით, საკმაოდ მაღალი და დიდი თოვლის მეტრს აღემატება ქობულეთში თოვლის საფარი, მაღალმთიან სოფლებში მეტრანახევარს როგორც გვეუბნებიან და სამწუხარო ინფორმაცია, რომელიც დადასტურდა არის ის, რომ გურიის შემდეგ მეორე მსხვერპლი ყავს სტიქიას, როგორც გითხარით, შუახნის მამაკაცი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ ცოტა ხნის წინ ნახეს გაყინულ მდგომარეობაში, ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და როგორც ქობულეთის მერის პრესამსახურში გითხრეს დამატებითი დეტალები ალბათ მოგვიანებით გახდება ცნობილი. რაც შეეხება გურიას, მინდა გითხრათ, რომ აქ არის გაუსაძლისი ვითარება, ადამიანები დატოვეს სრულად მარტო, მე ხა ქალაქის ცენტრში ვიმყოფები, ტაძრის, საკათედრო ტაძრის და თეატრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და მინდა გითხრათ, განახოთ უბრალოდ კადრში რა ხდება. ეს არის, რომელსაც ეხლა თქვენ ხედავთ კადრში, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. ხედავთ როგორ არის, აი ესე მიკრული სახელდახელოდ ხეზე. მე გაჩვენებთ ეხლა ესეთი ხაზები როგორ ყრი. აქ დადიან ადამიანები, გადაადგილდებიან, არავინ არ იცის ამ ხაზებში გადის თუ არა დენი, იმიტომ რომ ნაწილს ამ ტერიტორიაზე შუქი აქვს, ნაწილს არა, თუმცა აი მინდა უფრო ახლოდან ვეცდები რამდენად მომცემ საშუალებას ამინდის პირობები რომ გადავიდა. აი ჩემს წინ ხედავთ ალბათ ყუთს, რომელიც ენერგოპროს ლოგოსაც ხედავ, აი როგორც მეუბნებიან, ის ესეთი ყუთები არის ყველგან ჩამოვარდნილი, აქ აი ესეთი კაბელები არის ქალაქის ცენტრში, ხედავთ ხეებს, იმის გამო რომ არ აღმოჩნდა არავინ, რომ ხეები დაეფერთხა თოვლისგან, მიუხედავად რომ ამის აიპები არსებობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საკმაოდ მაღალ ბიუჯეტიანი, სწორედ ამ ხეებიდან ჩამოტეხილი, აი ხედავთ რა მდგომარეობა აქ დგომაც ახიფათო, იმიტომ რომ ყოველ წუთს ხედავთ როგორ ვარდებიან. აი ეს არის ცენტრალური გზა, ხედავთ წინ საკათედრო ტაძარს და ადამიანები არიან გაუსაძლის ვითარებაში. მინდა გაჩვენოთ ასევე ნაგვის ურნები. მთელი ქალაქი არის აი ამ მდგომარეობაში, ადამიანები ვერ გადაადგილდებიან, ითხოვენ უკვე დიდი ხანია დახმარებას, თუმცა ეს დახმარება არსად არ ჩანს. ქალაქის ტერიტორიაზე მეტრნახევარს აღემატება თოვლის საფარი, გაცილებით რთული ვითარება, უკიდურესად რთული სოფლებში, როგორც ცნობილია, სადაც შუქი დიდ ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება და ეს არ ეხება მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს. ლანჩხუთიდან დაგვიკავშირდა ჩვენ ცოტა ხნის წინ და გვითხრეს, რომ იქ არიან ბავშვები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ჭირდება, დიაბეტიანებისთვის საკვები, თუმცა ვერავინ ამ დრომდე ვერავის ვერ უკავშირდება, როგორც გვეუბნებიან, ხელისუფლება კავშირზე არ გამოდის, სოფლის წარმომადგენლებს ტელეფონებზე ურეკავენ ადამიანები, თუმცა არავინ პასუხობს, ძალიან ცოტა ადამიანი რჩება ამ დროისთვის, რომელიც არის კონტაქტზე გამოსული. მე ხა თქვენ გესაუბრებით და თან გათვალიერებინებთ ოზურგეთის ცენტრს, ხედავთ ხეები როგორ არის მოხეთქილი და აი ტექნიკა არ ჩანს ქალაქის ტერიტორიაზე დღეს დილიდან, რამდენი წუთის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ვართ, იმის შემდეგ ვიღებ ჩვენ სპეცტექნიკას ვერსად ვერ ვნახულობთ, უბრალოდ აი ბილიკებზე საუბარი არა, ხალხს საფეხმავლო გზებიც კი არ აქვს და ესე უწევთ გამოსვლა და გადაადგილება მაღაზიების დიდ ნაწილში, როგორც გითხარით, მარაგები იწურება და სანთელს ვერ ნახავთ ბევრ მაღაზიაში. აი როგორც გვეუბნებიან, არის საწვავის პრობლემაც, იმიტომ რომ იწურება საწვავის მარაგები, ვერ შემოდის დისტრიბუციის მანქანები. ეს არის ქალაქის ცენტრალური გზა და ხედავთ როგორი გაწმენდილიც არის და ესეთი ვითარება არის მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე, ეს ცენტრალურ ნაწილზე, თუმცა ძალიან რთული ვითარება
არის როგორც გითხარით ოდნავ გარეუბნებსაც თუ ვიტყვით, სადაც საერთოდ არ გაუულია არანაირი ტრანსპორტს ანასეულთან დაკავშირებით ჩვენს რამდენიმე წუთში მაყურებელი მოისმეს კომენტარებს ჩვენ ადამიანებს ვნახულობთ ქუჩაში, რომლებიც ერთმანეთის პირთვით ნიჩბებით დადიან 5-6 კილომეტრს ჩამოდიან ნიჩბებით იმისთვის რომ ფეხით მაინც მოახერხონ გადაადგილება და ამ დრომდე დამხმარე ძალა არც სპეცტექნიკა არც დამხმარე ძალა არ ჩანს მიმდებარე ტერიტორიაზე 4 დღეა გურიაში ესეთი ვითარება ითხოვენ სამხედრო ძალის ჩართვასაც, თუმცა ამ დრომდე როგორც გითხარით, არავინ არ ჩანს, უბრალოდ სტიქიის პირისპირ ხელისუფლებამ დატოვა ადამიანები მარტო გურიაში განსაკუთრებით როგორც გითხარით არის უკიდურესად რთული ვითარება განსაკუთრებით სოფლებში, სადაც ამ დრომდე არ არის ელექტროენერგია, არ არის გზა საერთოდ, არანაირი და ადამიანებს ეწურება და ბევრს ამოწურული აქვს საკვების მარაგი და ტელეფონები არ მუშაობს, ვერ უკავშირდებიან ადამიანები ერთმანეთს და ვერავინ ინფორმაციას ვერ ღებულობს სოფლებში ოჯახი ხის წევრების მდგომარეობის შესახებ ხედავთ როგორ ვითარებაში უწევთ ადამიანებს გადაადგილება და როგორც გვეუბნებიან სოფლებიდან ახლომდებარე სოფლებიდან კილომეტრებს დადიან ადამიანები იმისთვის რომ მათ მოახერხონ და ის საკვების რაღაც მცირე მარაგი ესეთ ვითარებაში სახლებამდე მიიტანონ. ძირითადი მოსახლეობა არის ასაკიანი ხალხი. რო რამე ვინმეს ღმერთმა დაუწოს გაუჭირდეს, პატრონი არავინ არაა. ტექნიკა არ გამოჩენილა, გზები არ იწმინდება. რა ის გამოჩნდა, რა გაიწმინდა? ნახეთ უბრალოდ. ნებისმიერმა მივიდეს და ნახოს რა დღეშია ჩვენი ცენტრალური გზა. დატეხილია ხეები, წაქცეულია შიშით გამოვიარეთ. ეხა როგორ ავალ არ ვიცი. შუქი წყალი გადასარევი რომ მოგწამლავს ისეთი. გემო საშინელება. ელექტროენერგიის პრობლემაც. ელექტროენერგია გუშისმერი არ გვაქვს. ხეები იმდენადაა წაქცეული, მოტეხილი ეს ხეები, სულ მთლიანად ამ სქელ კაბელებს აწევს ზემოდან. მომზადებელი შეხვდა ხო ხელისუფლება? საცალიად მაგას მოსამზადებლად. რომელ ბუხართან იქნებიან ახლა მიმჯდარი და ქეიფი და არიქა, თოვლი და გუნდაობა და ყველაფერი. წილოსანა ვერ ხედავ. ნაციონალებო, რამ გაგაგიჟათო, თოვლიო, კაცო, ადნებაო. რო ის ადნება. ხალხი გაჭირებული ხალხი რომ ჭკუიდან გადავა, ზოგი ბოტოქს იკეთებს, ზოგი ფილერს იკეთებს. ხო და ნამდვილად არცალია, ოპოზიციაც არ ყავს, იცით? გურიის ოპოზიციას კერხელით უნდა მიასხა დომესტოსი. და მაინც არ შველით. და მართლა პატრიოტებს უკვე ხელი გვაქვს ჩაქნეული. საიდან მოდიხართ, სად მიდიხართ? ქალაქიდან მოვდივარ და ჩანეთ მივდივარ. ფეხით. არ არის ტრანსპორტი. არა, ის ტრანსპორტი გუშინს ფეხით ვიყავი და დღესაც ფეხით ვარო. დრას ამბობენ, ან ტექნიკა არ დაგინახავთ გზაში? არაფერი ტექნიკა არ დამინახავს, გუში ფეხით და ფერმა მყავს, 120 სახონელი მყავს. ხო და ვერ მივდივარ ნანამ 2 კილომეტრია წასი და. არ შეხვედრიათ ტექნიკა გზაში? ტრაქტორი? ტრაქტორი მე ვეძებ, თუ გამიწმინდოს რიგი და 500-ს ვაძლევ. ვერ ნახე. გუშინ დაწყეს ეს. ხელისუფლება გამოჩნდა საერთოდ. ხანი ხელისუფლება არ გამოახლა პირად არიან ამდარითაც ხა. უნიმეტრიანი ხალხი ვალები თავს ჩვენს დანაკლისავს დამხმარე ნაგებობების სახლები ყველაფერი დაუმხია. არავინ ეს სულში დამოწმული ხო? ელემენტ შუქი არ გვაქვს, მესამე დღეა შუქი არ გვაქვს. სატრაპო გუშინში მოადგა არჩეული ხით ვერ ამოვიდა ზემოთ. საკვები მარაგი, წამლები როგორ არის ამ სიტუაციაში? რავი, წამლები მეზობელი ხარ, ბავშვი ხახარია, რომელსაც შავიპური ეთურება და მეზობელი წოლი არის. ბავშვები, პატარა ბავშვები, ელემენტარული არაფერი აღარ არის უკვე. მარიამ გურიაში ამ წუთებშიც გადაუღებლა თო დღეს მთელი დღეა თოვას არ გადაუღია როგორც გითხარით მართლა უკიდურესად რთული ვითარება ადამიანები ვერ ახერხებენ სახლებამდე მისვლად საფეხმავლო გზებიც არ არსებობს და არ არსებობს უბრალოდ ადამიანი ვისაც შეიძლება დაუკავშირდეთ და მე ამ ქალაქში ვცხოვრობ უბრალოდ და სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ არავის მე ის ხელხაზზე რამდენად გვაქვს ჩვენ ინფორმაცია 1000-ობით ზარი შედის და ადამიანები გვეუბნებიან რომ პასუხს არავინ არ ცემს ამ ადამიანებს და მაღაზიების უმრავლესობა დაკეტილია რადგან იქ მომუშავე ადამიანები ვერ ახერხებენ მოვიდნენ მაღაზიებთან იმიტომ რომ არ არსებობს გზა და როგორც გითხარით სამხედრო ძალის დახმარებას ითხოვს ძალიან დიდი ხანი